დიდი მადლობა თქვენ მოპატიჟებისთვის და დიდი მადლობა რომ ხელა ინტერესია მართლა აბელოდი თუ ასე პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა გითხოთ დაახლოებით 20 საათ კაცამდე უკვე შეიტანა განაცხადი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სურვილს ვინც აცხადებს თუ იცნობთ ამ პიროვნებებს რა სიტყვით ამ კანდიდატების შესახებ და თვითონ ამ პროცესს როგორ შეაფასებდით იგივე გია ჭანტურიას გადადგომა სამდენად მოსალოდნელი იყო ეს დღევანდელი ინფორმაციები მე არ მაქვს მე წუხამდელი ინფორმაციით ვიცი რომ ერთ ადამიანს ჰქონდა შეტანილი განცხადება კი ბატონო და არ ვიცი ვინ შეიტანა კიდე კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მაგრამ დღეს ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი როდესაც შეიძლება რომ რეალურად საზოგადოებაში დაიწყოს დისკუსია იმაზე თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებელი გარდაიქმნას როგორ უნდა დაიწყოს რეფორმირება ამ მაუწყებელზე რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელი პრობლემა რომელიც გაჩნდა არჩევნების შემდგომ საზოგადოებრივ მაუწყებელს და თუ დავაკვირდებით 1 ოქტომბრამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს ასეთი ტიპის პრობლემა არ ქონია. იქ არავის არ უსაუბრია და საზოგადოება ვერ იღებდა ინფორმაციას რომ იყო რაღაც გარკვეული პრობლემები ფინანსური დარღვევების სახით და იშვიათად თუ ცალკეული მედია ჯგუფები ან ცალკეული მკვლევარები იტყოდნენ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა არ აკმაყოფილებს საზოგადოების რეალურ მოთხოვნებს მაგრამ კრიზისული ვითარება იქ რეალურად არ იყო. კრიზისული ვითარება შეიქმნა მაშინვე, როგორც კი პოლიტიკური მმართველობა ქვეყანაში შეიცვალა. ეს პირდაპირ მაჩვენებელია იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო იყო პოლიტიკურად დამოკიდებული ინსტიტუცია და სამწუხაროდ დღიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისა ეს პრობლემა დგას ამ მაუწყებელზე და ყოველთვის როდესაც ჩდება პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში შე შემთხვევაში სახელმწიფო კრიზისით აი ზუსტად მაშინ პირველი სადაც ეს იჩენს თავს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამას არ უნდა ბევრი მიზეშედეგობრივი კავშირის ძიება ამის სათავე არის ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაყოფი ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი მართველი ძალის ხელში და ამიტომ მას ყოველთვის უჭირს მიიღოს ის გადაწყვეტილება რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ამიტომაც დაიწყო ეს კრიზისი და კრიზისის განმუხტვის ის ფორმა მოძებნა სამეურვეო საბჭომ რომ დააკმაყოფილა გენერალური დირექტორის განცხადება გადადგომაზე თუმცა დაახლოებით 24 საათით ადრე ვიდრე ის განცხადებას გააკეთებდა ჩვენ ვიცოდით მისი სხვა განცხადება რომ გიორგი ჭანტური არანაირ გადადგომას არ აპირებს. ანუ ეს გადაწყვეტილება მაინც არის ჩემი აზრით საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამიტომაც დღეს არის საუკეთესო ფონი საიმისოდ რომ ყველამ ერთად ჩვენ ჟურნალისტებმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა სხვადასხვა საზოგადოებრივმა ინსტიტუციებმა ერთად დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ როგორ შეიძლება რომ გარდაიქმნას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორი ფორმით მოხდეს რეფორმირება იმიტომ რომ ამ არხს ნამდვილად ჭირდება რეფორმა ის გადაწყვეტილება რომელსაც ასე ნაჩქარევად იღებს სამეურვეო საბჭო და ნაჩქარევად სთავაზობს საზოგადოებას და მით უმეტეს საკმაოდ დაბლად დასწია სტანდარტი გენერალური დირექტორის შერჩევისა ხოლო ავტობიოგრაფიის დონეზე აქვს სურვილი რომ მიიღოს გადაწყვეტილება პირველ ეტაპზე მაინც ეს იმის მაჩვენებელია რომ ის რაღაცას შეხარობს მე პირადად როგორც ერთი მოქალაქე და ამ შემთხვევაში მე კიდე რამდენიმე ჩემს კოლეგას თანამოაზრეს წარმოვადგენ შემიძლია გითხრათ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბევრად აჯობებს რომ დღეს სხვა პოზიცია გქონდეს რომ ის შევიდეს დიალოგში საზოგადოებასთან შევიდეს დიალოგში სხვადასხვა მედია ინსტიტუტებთან და დაიწყოს საუბარი რეალურად საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებაზე. ასეთი გადაწყვეტილებით ის კიდევ უფრო გაახმავებს კრიზისს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
სამეურვეო საბჭოზე რა ვსაუბრობთ თქვენ თვითონ როგორ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვსაუბრობ დღეს, იმიტომ რომ გენერალური დირექტორი გადადგა და ძალიან უცნაური რამ მოხდა, რომ სამეურვეო საბჭომ გადაწყვიტა ამ გადადგომით მოეხსნა გარკვეულად პასუხისმგებლობა მისთვის, თუმცა თავის თავზე არა იყო პასუხისმგებლობა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადადგა. თქვენ გახსოვთ, რომ გადადგა თამარ კინწურაშვილი, თქვენ გახსოვთ, რომ გადადგა ლევან ყუბანეიშვილი და თქვენ გახსოვთ, რომ ახლა გადადგა გიორგი ჭანტურია და არც ერთ მათგანს საზოგადოებისთვის ელემენტარული პატივისცემის ნიშნად საზოგადოების მიმართ არ გაუკეთებია განცხადება თუ რატომ გადადგა. რა ვერ გააკეთა და რა არ გააკეთა მან, რომ გადამდგარიყო. ამიტომაც დღეს ბატონ გიორგი ჭანტურიაც ჩემი აზრით ვალდებულია, რომ საზოგადოებას ეს ინფორმაცია მიაწოდოს და ასევე ვალდებულია სამეურვეო საბჭო ღიად უთხრა საზოგადოებას, რამ გამოიწვია ეს კრიზისი და რატომ არის დღეს ასეთ მდგომარეობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უკავშირდება იმ ფინანსურ საკითხებს, რომელზეც იყო საუბარი იგივე როგორც ცნობილი ამოწმეს სპეციალისტ სამსახური საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებს. ამით ხომ არ არის განპირობებული ჭანტურიას გადადგომა და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო მისი სურვილი თუ მას მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ დღეს შემოსავლების სამსახური ერთადერთი რამის ინსპექტირებას ახდენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს არის ინვენტარიზაცია, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება რაიმე ტიპის გადახარჯვას ან გაპლანგვას. აქ არის ერთადერთი დასადგენი რეალურად იმ ფულით, საჯარო კაპიტალით, რომელიც არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან, არის თუ არა შეძენილი რეალურად ის, რაც არის ქაღალდზე შეძენილი. და ამის დაზუსტება, რა თქმა უნდა, შეუძლია ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს, მაგრამ სხვა ტიპის პრობლემებთან, ფინანსურ პრობლემებთან, როგორიც არის საფინანსო დავალიანება, საგადასახადო დავალიანება დაახლოებით 3.8 მილიონი ლარის, ან იგივე მთავრობის ვალი 4.2 მილიონი ლარის ოდენობის, რომელიც დააგროვა 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ამაზე ჯერ არანაირი ძიებაც არ არის. მე რამდენადაც ვიცი დაწყებული, თუ არის დაწყებული, ყოველ შემთხვევაში შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, ამიტომ ამას მე ვერ დავასახელებდი მოტივად გადადგომის. მით უმეტეს თავად ესეც არ დაუსახელებია გიორგი ჭანტურიას სავარაუდო მოტივადაც, მაგრამ რაღაც ასეთი ფრაზა თქვა, რომ სტრუქტურული სტრატეგიული გეგმა ორგანიზაციულ საკითხებში ვერ მივიყვანე ბოლომდე. რას გულისხმობდა ამაში, მე ვერ გავიგე და არ მგონია, რომ ვინმემ გაიგო. და თუ ვინმემ გაიგო, მანაც უნდა განმარტოს რა გაიგო და ასევე სტრატეგიული გეგმა უნდა წარმოაჩინონ, ბოლო-ბოლო გაგვარკვიონ რა მოხდა. იმასაც ხშირად საუბრობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტიც და სამეურვეო საბჭოც, რომ ამ მაუწყებლის ძალიან ბევრი პროგრამა არის მაღალრეიტინგული, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე ბატონმა ლევან გახელაძემ აღნიშნა, რომ არის მეცხრე არხის მაესტროს კავკასიის და რამდენიმე ტელეკომპანიის რეიტინგი ჯამურად და უფრო მეტი და მხოლოდ რუსთავი 2-ის რეიტინგს ჩამოუვარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი, თუმცა სურათი აბსოლუტურად სხვა რამეს გვაძლევს, ობიექტური სურათი. აქ პრობლემა გვაქვს როგორც პროგრამულ მართვასთან, ასე ფინანსურ მართვასთან, ასე ტექნოლოგიურ მართვასთან და ამიტომაც დგას დღეს დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ დაიწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესი. არსად ჩვენ საზოგადოებას ჩემი აზრით არ ეჩქარება ინფორმით, რომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვას და კიდევ დიდი ხნით მან დაკარგოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ კონკურსში მე მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ რომ მე ახლა რეალურად გთავაზობ თქვენ და საზოგადოებას იმ მოდელს, რომელზეც დღეს ყველამ უნდა დავიწყოთ მუშაობა, ჩემი აზრით და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის თანამოაზრეთა ჯგუფი, რომლებიც გარკვეულ საკანონმდებლო წინადადებაზეც მუშაობთ და გვინდა რომ საზოგადოებას, აი როგორც ჩვენ უახლოეს დღეებში შევთავაზებთ უკვე მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და მასკერის საყოველთაო წესის შესახებ საკანონმდებლო წინადადებას და
ამის პრეზენტაცია უკვე გავაკეთეთ, ასევე ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების მოდელსაც. ბატონო, თუ არის ყავთ დავუშვათ თქვენთვის სასურველი კანდიდატი, ან იგივე თქვენ თანამოაზრეების წრეში, რომელსაც ფიქრობთ, რომ ის კარგად გაუწყებოდა მაუწყებელს? კარგად მაუწყებელს გაუძღვება ის მენეჯერი, რომელსაც სტრუქტურულად გამართული საზოგადოებრივი მაუწყებელი ექნება ჯაბარებული. თუ ეს არ იქნება ნორმალური საზოგადოებრივი ინსტიტუცია, ნორმალური ინსტიტუცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების ინფორმირებულობა, უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამავდროულად უნდა დააფიქროს საზოგადოება იმაზეც, რომ აი ასეთ ტელევიზიაში მე ნამდვილად მიღის ფულის გადახდა. და თავად მენეჯერსაც ექნება განცდა, რომ ის ზუსტადად იმ ფულით არსებობს და იმ ფულით ქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც მოქალაქეები იხდიან. აი მაშინ ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, კარგი ტელევიზია და ასეთი მენეჯერები შეიძლება ბევრიც კი მოიძებნოს საქართველოში, მაგრამ ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ განვაგრძობთ და გავახანგრძლივებთ იმ კრიზისს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის და ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ აი ამ პოლიტიკური წნეხისგან გავათავისუფლოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიუხედავად იმისა, ვინ, როდის და რა დროით და რა ფორმით იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველამ ერთად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოიპოვოს საზოგადოებამ და საზოგადოება მერე მართოს ეს პროცესები ისე, როგორც მას მიაჩნია მართებულად. საკანონმდებლო ცვლილებები ახსენეთ თქვენ და კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს ეს ცვლილებები? ძალიან ბევრს საუბრობენ იგივე სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებითაც, აი ამაზე რა? რა თქმა უნდა, აქ უნდა შეიცვალოს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესიც, სამეურვეო საბჭოს წევრთაოდენობაც. აქ უნდა შეიცვალოს ვალდებულებები და მოვალეობები, რომელიც სამეურვეო საბჭოს უნდა გააჩნდეს. იგი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ტელევიზიის მართვაში, ოღონდ არა ყოველდღიურ მართვაში, არამედ სწორედ იმ ძირითად საკითხებში, რომელიც დღეს კი აქვს გაწერილი კანონით, მაგრამ ამას ვერ ასრულებს სამეურვეო საბჭო, იმიტომ რომ იქ ვალდებულებათა და მოვალეობათა აი იმ ჩამონათვალს ვერ უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს მოქმედების წესი. რა თქმა უნდა, სამეურვეო საბჭო რომ იყოს ქმედითი, მაშინ ბიუჯეტიც იქნება ადეკვატური სამეურვეო საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულებაც იქნება ნორმალური. როგორ დაამტკიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულება 2010 წლის, 2011 წლის ბიუჯეტების შესრულება ამ სამეურვეო საბჭომ, როდესაც ვარკვევთ, რომ ვალი არის 8 მილიონ ლარამდე. და ამას ემატება ის, რომ 2010 წელს დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე ჩამოიწერა ამ ტელევიზიას საგადასახადო ამნისტიის წყალობით. ეს არის საკმაოდ დიდი თანხა და როდესაც დიდი თანხა, მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჯარო კაპიტალი ასე იფლანგება და ის არ უბრუნდება მოქალაქეებს, არ უბრუნდება საზოგადოებას ნორმალური პროდუქტის სახით და უბრუნდება მხოლოდ აი ესეთი ვალების სახით, რომელიც მე უნდა ჩამოეწეროს და ისევ თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ხდება ეს ჩამოწერა. რა თქმა უნდა, ასეთი მენეჯმენტის პირობებში სამეურვეო საბჭო არის უმაქნისი უმაქნისი უწყება არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა თქმა უნდა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს იმას, რომ სამეურვეო საბჭო იყოს ბევრად ქმედითი ორგანო, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რომ თუ მმართველობამ ვერ შეასრულა ფუნქცია, მან ადეკვატურად იმოქმედოს. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ბოლო 3 წელი მხოლოდ თვალს ადევნებს იმას, როგორ იფლანგება საჯარო კაპიტალი ქვეყანაში და როგორ არ კეთდება კარგი პროდუქცია და ბუნებრივია, ვერ გაკეთდება კარგი პროდუქცია იმ ტელევიზიაში, სადაც 8 მილიონი ლარი არის დაკარგული. ის 8 მილიონი დააკლდა კარგი პროდუქციის წარმოებას ამ არხზე. ბატონო, მინდა გკითხოთ ასევე ზოგადად ტელემედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გულისხმობ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ მეცხრე არხი
მერცხი არხის ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა ტელეკომპანია, ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და იქ იყო გარკვეული უთანხმოება. აი იგივე საზოგადოებრივ მაუწყებელთან კავშირში რამდენად არის ბატონი ბიზინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც მან ისაუბრა მეცხრე არხისა და მაუწყებლის გაერთიანების შესახებ და თვითონ აი პროცესებს როგორ ხედავთ თქვენ რას კავშირი? ეს აზრი რომ გარკვეულწილად იყო პროვოკაციული და უსაფუძვლო, ეს პრემიერ-მინისტრმა თავად უარყო და კარგია რომ უარყო და მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს. საზოგადოებრივი შინაარსის შემცველობის პროგრამა შეიძლება ნებისმიერმა კერძო არხმა აწარმოოს, ეს მათი ნებაა. თუ აქვთ მათ სათანადო უნარები, თუ აქვთ მათ სათანადო სახსრები და სათანადო გამოცდილება, მათ შეუძლიათ აწარმოონ ასეთი შინაარსის მქონე მაუწყებლობა და არ იყვნენ გადართული ლოკალურ სკანდალებზე და ისეთ პროდუქციაზე, რომელიც იოლად და იაფად მოიზიდავს მაყურებას. მაგრამ კარგად მოგეხსენება თქვენ, რომ დღეს კერძო მაუწყებლები ასეთ პროდუქციას შემეცნებით პროგრამებში და მაღალი ხარისხის საინფორმაციო პროგრამებში, გნებავ ტოქ-შოუებში დიდ ფულს არ ხარჯავენ. იმიტომ რომ მათ არ აქვს ამისო რესურსი. ამიტომაც იყო რომ აქამდე ძირითადად ჭარბობდა ჩვენს ტელევიზიებში საერთო ეროვნულ მაუწყებლებში გასართობი პროგრამები და ახლა იმ ტელევიზიებში, რომლებიც იწყებენ ნელ-ნელა მაუწყებლობას მთელ საქართველოზე მასკერის მეშვეობით, იქ ჭარბობს თითქმის ერთი და იმავე შინაარსის, ერთი და იმავე ფორმის, ერთი და იმავე კონტურების მქონე ტოქ-შოუებიც, ხო? ანუ რეალურად ამ ტელევიზიებს ძალიან უჭირთ დღეს ბევრი ფულის დახარჯვა იმისათვის, რომ აწარმოონ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ტელევიზიის ტიპის პროდუქცია. ჩვენ სხვა შემოთავაზება გვაქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი ამ ინიციატივას უკვე იცნობს, იმიტომ რომ ჩვენ გასულ კვირას ჰქონდა პრეზენტაცია პირველად მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, როდესაც ჩვენ ჯგუფმა, რომელშიც შევდივართ 3 ადამიანი, მოვამზადეთ ეს კანონპროექტი ლაშა ტუღუში, თამარ კორძაია და მე ვართ ამ ჯგუფში. ევროკავშირისა და გაეროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მუშაობდით ჩვენ და მედია ადვოკატირების კოალიციასაც წარუდგინეთ, საერთაშორისო თანამეგობრობასაც, არასამთავრობო სექტორსაც, მედიასაც. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სწორედაც აი ამ შეხვედრაზე მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები არ მოვიდნენ. მაშინ მათ სხვა პრობლემები ჰქონდათ, გასაგებია ჩემთვის, იმ დღეს გადადგა ზუსტად გიორგი ჭანტურია, მაგრამ ტელევიზია ხომ მუშაობს, არა? მათ ხომ უნდა აინტერესებდეთ, რას ნიშნავს მაუწყებლობის ფინანსური გამჭვირვალობა. რამდენად უნდა იყოს ყველა მაუწყებელი, არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ კერძო მაუწყებელიც ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. რომ მათ ეს ყველა შემოსავალი, რომელიც მიიღეს, გამჭვირვალე წარუდგინონ საზოგადოებას და ყველა ის ხარჯი, რაც მათ გაიღეს, ასევე იყოს გამჭვირვალე, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ნახოს ზუსტად, რამდენად არის დაბალანსებული იმ ტელევიზიების ხარჯები და შემოსავლები, რომ ხარჯები ბევრად აღემატება შემოსავლებს და საზოგადოებამ არ იცის, ვინ არის ის ადამიანი, ის ადამიანთა ჯგუფი, ან ის სტრუქტურები, რომლებიც აი ამ განსხვავებას აფინანსებს. ვინ არის ის კეთილი ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ დოტაციაზე ამყოფოს კერძო ტელევიზიები და მათ შორის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან წამოსული თანხები, რომელიც მიდის ტელევიზიებში, კერძო ტელევიზიებში და სხვადასხვა ტიპის პროგრამების სპონსორინგზე იხარჯება. ეს ყველაფერი არის პრობლემა, ეს არის პრობლემა იმისა, რომ ჩვენი მაყურებელი დღეს იღებს იმ ტელევიზიებს, რომელიც არის ბევრწილად მიბმული სახელმწიფო ბიუჯეტზე, მიბმული არის პოლიტიკურ ფულზე, მიბმული არის ამის ეჭვიც არსებობს შავ ფულზე და ეს ყველაფერი ჯამში ქმნის არაჯანსაღ მედია გარემოს
და ეს ქმნის ზუსტად იმას, რომ ჩვენი მაყურებელი არ არის ინფორმირებული. მის ინფორმირებულობის დონე არის საკმაოდ დაბალი. იმიტომ კი არა, რომ მას ინფორმაცია არ აქვს, ის ინფორმაციას მოიძიებს სხვა ალტერნატიული გზებით. აი ძალიან საინტერესოა, რომ ინფორმაციის მიწოდების დიდ წყაროდ ყველა კვლევა, ბოლოს NDI-ის კვლევაც იყო, ხომ? ყველა გაეცანით, ნახეთ რომ ტელევიზიას ასახელებენ, მაგრამ სანდოობის თვალსაზრისით ეს ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზიიდან იღებენ, არ არის ერთადერთი წყარო ინფორმაციის. ის მე ჯდება და იწყებს ამის გადამოწმებას. თქვენ როდესაც გექნებათ საშუალება და გახვალთ რეგიონებში, შეხვდებით ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც აკეთებენ თავის ყოველდღიურ არჩევანს, ხომ? დაელაპარაკებით და მიხვდებით, რომ ისინი უყურებენ, რა თქმა უნდა, ამ ტელევიზიებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მათთვის აქამდე არჩევნებამდე ეს იყო ძირითადად 3 ტელევიზია საერთოეროვნული და არჩევნების წინა პერიოდში და შემდგომაც ეს უკვე არის მასტკერის მეშვეობით სხვა არხებიც უკვე მაყურებლების ხედან და იწყებენ სტრიქონებს შორის, კადრებს შორის ინფორმაციის ამოკითხვას. იმიტომ რომ მათ დღეს რეალურად არა აქვთ ხელმისაწვდომი ის სატელევიზიო არხი 1 ან 2, რომელსაც უყურებენ და რომლის მეშვეობითაც ისინი გაიგებენ ყველა ინფორმაციას, რაც არის მათთვის მნიშვნელოვანი და იმ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო, რაც მათ უნდა გააკეთონ. ვერ იღებენ ამ ინფორმაციას და ეს სხვათა შორის აჩვენა კიდევაც აი ჩვენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ჰქონდა სატელევიზიო 11 სატელევიზიო არხის prime time-ის მედია მონიტორინგი და ამან აჩვენა ზუსტად და ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა ეს ერთ-ერთ პირველ შენიშვნად ჩაწერეს საბოლოო დასკვნებში, რომ საქართველოში არ არის ასეთი სატელევიზიო არხი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მრავალფეროვნებას და აზრთა პლურალიზმს თავის თავში. არ არის ასეთი ელექტრონული მედია საშუალება. იმიტომ, რომ ყველა მედია ინსტიტუცია საქართველოში ელექტრონულ მედიას გულისხმობ, დიდწილად არის მიბმული პოლიტიკურ ფულზე. დიდწილად არის მიბმული შავ ფულზე. ჩვენ ის უნდა მოვახერხოთ, რომ აი ამ კანონპროექტით თუ და იმედი გვაქვს, რომ იგი აუცილებლად გავა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და შემდგომ გამოჩნდება ჩვენი პოლიტიკური ელიტა რამდენად არის მზად ამისთვის, რომ ასეთი ფულისგან გათავისუფლდეს ჩვენი სატელევიზიო სამოუწყებლო სივრცე, დავინახავთ, რომ ჩვენ მივიღებთ კარგ ტელევიზიას. შეიძლება ეს არ იყოს ძვირადღირებული ტელევიზია, შეიძლება ეს არ იყოს ტელევიზია, რომლის ბიუჯეტი აღწევს 20-30 მილიონს, მაგრამ შეიძლება ეს იყოს კარგი ტელევიზია, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მთავარს, მოქალაქეების ინფორმირებულობას. და რაც თავარია, ასეთი ტელევიზიები არ იქნებიან მათი სარედაქციო პოლიტიკა არ იქნება დამოკიდებული ვიღაცის კეთილნებაზე. იქნება დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელზე. აი ეს არის არსი ჩვენი ინიციატივის, რაც შეეხება მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას. მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კი ის მზად არის და უკვე მიდის განხილვა სხვადასხვა ჯგუფებში. უახლოეს დღეებში ხვალანზე ჩვენ მას როგორც საკანონმდებლო წინადადება